ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში ბერი დავითის ერისკაცობაში ჭაბუა ამირეჯიბის სამოქალაქო პანიშვიდი დღეს დილიდანვე დაიწყო. მწერლის ოჯახის წევრებს მისი კოლეგები, ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და კლასიკოსის შემოქმედების მოყვარულები უსამძიმრებდნენ. ბერი დავითის სულის მოსახსენიებელი პანიშვიდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნიტარისმა ილია მეორემ წმინდა სინოდის წევრებთან ერთად გადაიხადა. საქართველოს ეკლესიის საჭეთმყრობელმა ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ დიდი ქართველი მწერლის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრა. დღეს შევაძლევთ მოწმობს მისი სულის ცხოვრებისათვის. მეტად რთული იყო მისი ცხოვრება. განსაცდელობით სავსე. მე დავიცნობ ახალგაზრდობაში მას, მაგრამ მე ვიცნობი მის დედას, ხელმოკლე თამარ მოკაშიძეს, რომელიც ცხოვრობდა ბათუმში. მეტად რელიგიური მოსული ადამიანი და მოსახსენებელს რომ შემოიჭამდა, შემოგზავნიდა საკურთხეველში, პირველი სახელი იყო მზეჭაბუკი, ლოცულობდა თავისი შვილისთვის. ჩვენ ვიდეოფასებთ მის ვაზის 27 წელი გაატარა ციხეებში. მას დახრეტაც ჰქონდა მის ჯილი, მაგრამ მე შეიცვალეს. იგი არის იგი მწერალი, კლასიკოსი, მან თავისი შრომით გააცნობს მსოფლიოს ქართული ლიტერატურა, თავისი ჩვენი კულტურა. და დღეს ჩვენ ვიობთ, ჩვენ ვიზიარებთ ოჯახის მწუხარებას. ეს არის მწუხარება არა მარტო ოჯახის, არამედ მთელი საქართველოს. ღმერთმა აცხოვოს მისი სული და დააწესოს იგი, სადაც სამართლებიდან ისვენებენ. ამინ. ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში ბერი დავითისთვის პატივის მისაგებად საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც მივიდნენ. როგორც აქ შეკრებილები ამბობდნენ, ბერი დავითი ერისკაცობაში ჭაბუა ამირეჯიბი არა მარტო ოჯახისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის უდიდესი დანაკლისია. ბედნიერია ერი, რომელსაც ესეთი კლასიკოსი ჰყავს. ეხლა როდესაც ჭაბუა ამირეჯიბის სახელი ისტორიის საკუთრებად იქცა, მისი შეგონება ჭკუით ქართველებო უფრო დიდ პასუხისმგებლობას გვიჩენს. ძალიან დიდი მწერალი გავაცილეთ დღეს. ბატონი ჭაბუა საოცარი ცხოვრება გამოიარა, საოცარი წიგნები დაგვიწერა და მე მისი წიგნების ჯადო რაში მდგომარეობს ისიც რომ წაიკითხავთ. მე ამას წინათ კიდევ ერთი რომანი წავიკითხე, მე რამდენად და მე ფიქრობ შენს თავზე, რომ უკეთესი ცხოვრებით უნდა იცხოვრო, უფრო მეტი სიკეთე უნდა აკეთო, შენი ფუნქცია, მისია ღმერთისა და ქვეყნის წინაშე უფრო კარგად აღასრულო. მე მინდა მთელ საქართველოს მიუსამძიმროს. ძალიან დიდი დანაკლისი, ძალიან დიდი კაცი წავიდა ამ ქვეყნიდან, ძალიან დიდი. აი რაც საქართველო არსებობს, რამდენი საუკუნეა საქართველო არსებობს. რამდენი წიგნი დაწერილა ამ ხნის მანძილზე. მე ვეფხვიშტყაოსას არ ვგულისხმობ. ის სხვა გაზომილება. აი რამდენი წიგნიც დაწერილა,
ნომერ პირველი წიგნის ავტორი წევს აახლა. ამას ვაცილებ ჩვენ. ნომერ პირველი წიგნის პატრონია. ის წიგნი არის ქართველი კაცის ბიბლია. მე დღეს აქ უდიდესმა მწუხარებამ მომიყვანა. ჩემი მხრიდან მე თავს უფლებას ვაძლევ ვთქვა, რომ ჭაბუა ამირეჯიბი მარტო ქართველების დანაკლისი არ არის. ის მსოფლიო მნიშვნელობის ნაწარმოების ავტორია. მე მხვდა პატივი ის ფრანგულ ენაზე მეთარგმნა, დათა თუთაშხიას თარგმანზე მუშაობის პროცესს ვიხსენებ და ახლაც ვგრძნობ, რა დიდ სიამოვნებას მანიჭებდა მისი ყოველი აბზაცის თარგმნა. ბერი დავითის ცხედარი ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრიდან მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადაასვენეს. აქ შეკრებილებმა კლასიკოსის რთულ ცხოვრებისეულ გზაზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება კი მის შემოქმედებაზე გაამახვილეს. კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილმა მწერლის ოჯახს ხელოვნების ქურუმის ჯილდო გადასცა. ბერი დავითი მთაწმინდაზე სიმონ ჩიქოვანის გვერდით დაკრძალეს.